მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფალი აშენებს რუსული ტიპის ავტორიტარულ სისტემას, ამას შევეგუეთ კიდევაც გარკვეულწილად, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა, ხო? ის ხშირ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რუსეთშიც კი არ არის მიღებული, აი ბოლო პერიოდში გრანტებთან დაკავშირებით მისი შეზღუდვები არის, წარმოუდგენელი, ფაქტობრივად იკრძალება ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა, მისი დაფინანსება, იკეტება ყველა შესაძლო ესე რომ ვთქვათ, არხი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება და ეს კეთდება, წარმოუდგენელი ფორმებით პირდაპირ გეტყვით, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთშიც კი არ არის ზოგიერთი ის ნორმა, რაც შემოთავაზებულია ხელისუფლის მხრიდან. ეს რით შეიძლება აიხსნას? შეიძლება აიხსნას პოლიტიკური ბულემიით, რაც დამახასიათებელია ზოგადად ავტორიტარული რეჟიმებისთვის, თითქოს არ არის რაღაცის კეთება საჭირო, აუცილებლობა, პოლიტიკური აუცილებლობა არ დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ესე რომ ვთქვათ, დაკმაყოფილების დანაყრების პოლიტიკური გრძნობა ხელისუფალს არ აქვს, ხო, ის ჭამს ყველაფერს, ისი შეჭმაც შეუძლია, არის ამის საჭიროება თუ არ არის, ხო? შეიძლება ამ პროცესში ვართ, შეიძლება ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტები რუსეთის მხრიდან ჩატარებული, ხო, რასაც თავისთავად ვერ აკეთებენ, ტესტავენ საქართველოში, ხო, თავის საზოგადოებასთანერიდებიან ესეთ პირდაპირ რისკის ზონაში შესვლას და ჩვენ საზოგადოებაზე ხდება ამ ყველაფრის მოსინჯვები. ეხლა გარდა ამისა, ტრაგიკომიკულია დაუშვათ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენს არ აქვს სამოქალაქო აქტივობის უფლება და თუ ის ამას გაბედავს, ანუ ის საჯაროდ ისაუბრებს არა თავის კონკრეტულ პროფესიულ დარგზე, არამედ ნებისმიერ სხვა თემაზე, შეიძლება დაჯარიმდეს 20,000 ლარით. განმეორების შემთხვევაში 40,000 ლარით, ხო? ეს ნორმა გარდა იმისა, რომ ძალიან კომიკურად გამოიყურება, ხო, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ანუ უზღუდავს ადამიანს მოქალაქეობრივ უფლებებს, ხო, მეხინკლეს ეუბნება, რომ შენ ქაბაბზე თუ ილაპარაკე დაგაჯარიმებ, იმიტომ რომ ამის უფლება არა გაქვს, რაც მე არც ვიცი, ხო, ეხლა შეიძლება ჩრდილოეთ კორეაშიც არ არის ესეთი ტიპის კანონმდებლობა, ხო, ანუ ფანტაზია ძალიან შორს წავიდა ხელისუფლის. გარდა ამ ყველაფრისა, თვითონ ამ მიმართულებას, როდესაც ნებისმიერი მეცენატი, ქველმოქმედი თუ ჰუმანისტი ცხადდება გარკვეული ინტერესის მატარებლად, ხო, ეს გარკვეულწილად ამას შემოაქვს მორალური გარყვნილების რაღაც განწყობას ქმნის, განცდას ქმნის, ხო? რატომ? იმიტომ რომ ხელისუფალი ეუბნება საზოგადოებას, რომ თუ ვინმეს აფინანსებს, იცოდეთ, რომ ამას არ აკეთებს ქველმოქმედებისთვის, უბრალოდ იმიტომ რომ მოანგარო, თუნდა რომ სიკეთე დათესოს, ხო? არა იმიტომ რომ ის ჰუმანისტია და ვიღაც დახმარება უნდა, არამედ რაღაც ინტერესი აქვს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ადამიანი ფულს. მათი სტანდარტით შეიძლება ესეც არის, თვითონ რო არიან ესეთები, შესაბამისად გონიათ, რომ მთელი სამყარო ესეთია და გრანტის მიღებსაც ეუბნებიან, დაუშვათ თუ ვიღაცა ქართულს ასწავლის მარნეულში, იმას ეუბნებიან, რომ შენ ეს ვინც ამაში ფულს გაძლევს, რომ შენ ქართული ეთნიკურ აზერბაიჯანელს მარნეულში ასწავლო, იმას რაღაც ინტერესი აქვს, ეს ტყუილად არ იძლევა და შენც მამაძაღლი ხარ, შენ მარტო ფულისთვის აკეთებ, ხო, არანაირი არც პატრიოტული და არც ესე რომ ვთქვათ, სხვა ტიპის ინტერესი შენ არ გაქვს. ანუ ცხადდება როგორც გრანტის მიმცემი, ასევე გრანტის მიღები ნაძირლებად და ამის დისტრიბუცია ხდება ყველა საინფორმაციო არხით. ამას ამკვიდრებს ხელისუფალი ამ რეჟიმის
ფორმირების კვალდაკვალ და ეს არის, როგორ გითხრათ, გრძელვადიანი, ძალიან სერიოზული რისკების შემცველი, იმიტომ რომ ყველა ქველმოქმედი, ყველა კეთილი საქმე ცხადდება ბოროტებად და თუ ქველმოქმედი არსებობს, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ბიძინა, მხოლოდ მისი ხელიდან შეიძლება მიიღოთ სიკეთე. ნებისმიერი სხვა ხელი იცოდეთ, რომ აკრძალულია. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.